კიდევ ერთი ისტორიული შეთანხმება და სამიტი საქართველოს გარეშე ეგვიპტეში შარმ-ელ-შეიხში გამართულმა მშვიდობის სამიტმა ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად დაჩვენა. იქ 20-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობდა, ქართული მხარე მიწვეული არ იყო. შეხვედრას დონალდ ტრამპი და ეგვიპტის პრეზიდენტი მასპინძლობდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებიც. სწორედ მათი თანდასწრებით და მონაწილეობით გაფორმდა შეთანხმების დოკუმენტი შუა აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ. ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მეორე ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოცხადდა და გეგმის თანახმად ღაზა იქნება დემილიტარიზებული, განადგურდება დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურა, ამას გარდა ჰამასის ის წევრები, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას დათანხმდებიან, მათ ამნისტია შეეხებათ, ხოლო ვისაც სურს ღაზის დატოვება, ამის საშუალებასაც მისცემენ უსაფრთხო ღირებნის გარანტია ექნებათ მათ. დონალდ ტრამპის შუამავლობით შეთანხმებული გარიგების შემდგომი ეტაპი ასევე ითვალისწინებს ღაზის სექტორის აღდგენას, დროებითი მმართველობის ფორმირებას და ჰამასი არანაირი როლით არ იქნება იქ წარმოდგენილი. შეთანხმება სამიტზე ეგვიპტის შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა, როგორც გითხარით, 20-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის თანდასწრებით მოაწერეს ხელი და მათ შორის იყვნენ ალიევი და ფაშინიანი. რატომ ვერ აღმოჩნდა ქართული ოცნების მთავრობა ამ მშვიდობის სამიტზე? ეს სიტყვა მათ ძალიან უყვართ. და სად ვართ საერთოდ ჩვენ? ზურაბ მატიაშვილი, ანალიტიკოსი ჩაგურთობა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ზურაბ, დავიწყოთ თვითონ მნიშვნელობით ღაზაში ომი დასრულდა. ამ წინადადებას ალბათ ბევრი ელოდა. რამდენად ხანგრძლივია მშვიდობა თქვენი აზრით, რომელსაც ტრამპის ძალისხმევით მიაღწიეს ლიდერებმა? მოგესალმებით, ვესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს არის მართლაც დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა პირველ რიგში, იმიტომ რომ გათავისუფლდნენ ცოცხალი მძევლები, ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვეობაში, ჰამასის ტყვეობაში, აუტანელ პირობებში და წამებაში. ეს ძალზე დადებითი ამბავი არის და მინდა მიულოცო ასევე ისრაელს და ისრაელის ხალხს. თუმცა შეთანხმების სხვა საკითხები არის, რომელიც პრინციპში დაირღვა, თუმცა იმის გამო რომ ეს დიდი ამბავი მოხდა, მიჩნეულია მცირედ გარღვევად. ცხედრების გადმოცემაზეა ხომ საუბარი? 24 ჯერ კიდევ რჩება გადმოსაცემი, დიახ. 24 გადმოსაცემი რჩება და რომლებიც გადმოსცეს 4 მათზე გენეტიკური ანალიზი დარდება, რამდენად სწორედ იქნა გადმოცემული, იმიტომ რომ წინა შემთხვევები იყო, როდესაც სხვა ცხედრები გადასცეს ის არის, ამიტომ ეს ერთი საკითხია და მეორე არ ვიცი ჩვენ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ შემდგომში გაგრძელება უნდა კონდეს ამას ის, რომ იგივე ჰამასი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია, უნდა განიარარდეს. როგორ მოხდება მისი განიარარება და მაგალითად პირველ ეტაპზე მძიმე შეიარაღება უნდა ჩამოერთოს, რაც შეიძლება მძიმე შეიარაღება და რა სულ ცოტა ძნელი არის წინასწარ ამის დეტალები არ არსებობს უბრალოდ ფიზიკურად და ჰაერში გამოკიდებული შთაბეჭდილება სწორედ, თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც მართლაც დიდი ღვაწლი გაწია იმაში, რომ ეს მძევლები განთავისუფლებულიყვნენ, შემთხვევითი არ იყო ეს ვიზიტი ისრაელში და მერე სამიტი ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში, სადაც შეიკრიბნენ რეგიონის ქვეყნები. თქვენ საქართველოს ახსენეთ და საქართველოს გამართებაში უნდა ითქვას ის, რომ იქ წარმოდგენილი იყო ყველა ჩვენი მეზობელი რუსეთის გარდა. და არ იყო საქართველო. აბა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. რუსეთი არ იყო ამის ხაზგასმა დამავიწყდა, დიახ. და თურქეთი იყო წარმოდგენილი, თურქეთი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ამ შეთანხმების, რომელსაც ხელი მოაწერეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც შენ აღარ ახარ საგარეო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს, აღარ გიწევენ ასეთ შეხვედრებზე და საქართველოს ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. საქართველოს შემთხვევაში თუ რაღაცა სჭირდება დაელაპარაკებიან მოსკოვს. სამწუხაროდ აი ეს არის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ეს მარტო ახლო აღმოსავლეთს არ ეხება სხვათა შორის და ეს ჩვენ დავინახეთ იგივე ჩინეთში მოწყობილ სამიტზე, სადაც ქართული ოცნება ხომ ჩინეთს მოკავშირეთulis, მაგრამ ჩინეთმაც კი არ დაპატიჟა ისინი, იმიტომ რომ მათაც რამე საგარეო პოლიტიკური საკითხი აინტერესებთ, მოსკოვს შეეკითხებიან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. სამწუხარო რეალობა არის, ეს არის შედეგი ყველაფერი იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ბოლო
განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში. აქ უნდა ვიკითხოთ, გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელი სუვერენული საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება აქვს თითქოს ჩამორთმეული, ასე განიხილება ამჟამინდელ რეჟიმს, საქართველოს რეგიონში არათუ ლიდერი აღარ არის, არამედ სხვა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს ცდება რეგიონში. ამ დროს არ დგას ხომ ერთ ადგილას მსოფლიო პოლიტიკა, არც რეგიონში მიმდინარე პროცესები და ჩვენ ახლა ვადევნებთ ალყურს განსაკუთრებით აზერბაიჯანის როლის გაძლიერებას, როგორც აქტორის, არა მხოლოდ სომხეთთან მოლაპარაკებების კუთხით, არამედ როგორც აქტორის საერთაშორისო ასპარეზზე, მაგალითად იყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ აზერბაიჯანის დანაყოფები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მშვიდობიანი კონფლიქტის დარეგულირების დროს, მაგალითად უკრაინაში. აი ეს მინდა რომ განვიხილოთ ეს ფაქტორი. აზერბაიჯანის როლი აქტიურად იზრდება საერთაშორისო არენაზე და ამას ყველა ხედავს. მათ შორის ჩვენ დავინახეთ ეს არა მხოლოდ ის, რომ მან აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, არამედ შემდგომში ის, რომ იგივე ტელეფონთან დაკავშირებით, ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ალბათ მალე განხორციელდება და რომელიც სომხეთის გავლით ნახჩევანთან და თურქეთთან დაკავშირებას გულისხმობს. ამავე დროს ჩვენ დავინახეთ ის, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა გადაწყვიტა აზერბაიჯანის დაჩაგვრა და ნახეთ თვითმფრინავის ჩამოგდება, ამის შემდეგ რიტორიკა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, თუმცა ამ რიტორიკას, რუსულ რიტორიკას არაფერი არ მოყოლია, იმიტომ რომ ის ჩაფლული არის უკრაინასთან ომში და აქედან გამომდინარე აზერბაიჯანს ვერავითარ ზავარს ვერ მიაყენებს, ამიტომ საბოლოო ჯამში მოხდა ისე, როგორც უნდა მოხდარიყო. პუტინმა ფაქტიურად ბოდიში მოიხადა აზერბაიჯანის წინაშე, რაც აქამდე განიხილებოდა ისე, რომ მოსკოვი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას უყურებდა როგორც ვასალს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ დუშანბეში გამართული შეხვედრა, სადაც პუტინმა ბოდიში მოიხადა, აღიარა რუსეთის დანაშაული, კომპენსაციებმა გადაუხადოს ახლა აზერბაიჯანის მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ თვითმფრინავის ჩამოგდების სამყაროში. მოკლედ საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის პოზიციები ძლიერდება და მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არავისთვის აიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აზერბაიჯანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თურქეთთან და ისრაელთან და თურქეთსა და ისრაელს შორის შუამავლობაც იქისრა და ის რომ არ მოხდა კონფლიქტი, ცხელი კონფლიქტი თურქეთსა და ისრაელს შორის, ეს აზერბაიჯანის შუამავლობით გამართული შეხვედრების შედეგი არის, იმიტომ რომ სირიის ტერიტორიაზე იყო ამისი ალბათობა, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს დაპირისპირებოდა. მოკლედ აზერბაიჯანის ავტორიტეტი და პოზიციები იზრდება, ამას ყველა ხედავს და ფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს მხოლოდ ნავთობს და გაზს არ ეხება, ეს ეხება პოლიტიკურ ნებას, რომელიც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას გააჩნია. კი ბატონო და ტრამპი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატობას ცდილობს დასრულებული ომების თითებზე თვლით, თუ მოახერხა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ღაზაში ომის დასრულება და აქვს კიდევ წინ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები, მას ალბათ მართლაც წარადგენენ ამ ასეთი მაღალი დონის პრემიაზე, მაგრამ ჯერ მას აქვს მოსაგვარებელი უკრაინა-რუსეთის თემა, როგორც ჩანს, ეს არის მისი შემდგომი პრიორიტეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზელენსკი ჩადის ვაშინგტონში ამ კვირის ბოლოს და ტომაჰავკების გადაცემაზე არის საუბარი, ყოველ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ეს შეერთებული შტატების მხრიდან. ანუ ტრამპის როლი, როგორც მშვიდობის დამყარებლის და როგორც ომების დამასრულებლის, როგორ გონიათ, აი რუსეთ-უკრაინის ომში რა ეტაპზეა ახლა მისი ეს როლი? ტრამპმა დაინახა, რომ მისი მცდელობები სიტყვით აეყოლიებინა პუტინი არაფერს შედეგის მომდანი არ იყო და ახლა როგორც ჩანს მან გადაწყვიტა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას შეიძლება მეტად დაეხმაროს, რათა რუსეთი აიძულოს დათანხმდეს პირობებზე და დათანხმდეს მშვიდობაზე. რა თქმა უნდა, პუტინი ყველანაირად ამას შეეწინააღმდეგება, თუმცა ჩვენ ვხედავთ ამ მათ შორის გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამერიკელები დგანან იმის უკან, რომ უკრაინელებმა გააძლიერეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევები და რეალურად ბოლო 2 თვის განმავლობაში სწორედ ამას ვხედავთ, რამაც
შექმნა ბენზინის რეალური დეფიციტი რუსეთში, იმიტომ რომ ამერიკელების სადაზვერვო ინფორმაციების გარეშე რეალურად ჭირს რაღაც სერიოზული მიღწევა. ამას ხედავთ ახლა ბრძოლის ველზე, კიდევ უფრო მეტი შეიარაღება იქნება ჩემი აზრით გადაცემული უკრაინისთვის, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე დღეს არის. კი ბატონო, სულ ბოლოს ვიკითხავ, საქართველოს დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რომ ის არ არის წარმოდგენილი არსად და მისი პოზიციის შესახებ პატრონს ეკითხებიან, კრემლს, ასე ვთქვათ. მაგრამ გარდა ამისა, რეაგირებენ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ყველაზე მეტად, რასაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა უფრთხის, ეს არის სანქციები ევროპული ქვეყნებიდან, არა მხოლოდ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდგომ. დღევანდელი ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტს თხოვს სოციალ-დემოკრატები, თხოვენ, რომ დაუწესონ კონკრეტულად სანქციები ახალი მექანიზმის ამუშავების შემდეგ 2000-მდე რეჟიმის მსახურს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნიათ, რომ შესაძლოა გადაწყვეტილებები ადგილზე არ მიიღება ამ ქვეყანაში, რეაგირება მათ შესაჩერებლად მაინც მიზანმიმართულია. ფიქრობ თუ არა, რომ ეს შიდა პროტესტთან ერთად არის გზა, რომ რეჟიმი აიძულოს, რამე შეცვალოს. თუ თავისუფლების ხარისხი იმდენად არ აქვს ამ რეჟიმს კრემლისგან, რომ მასზე ზეწოლა ამ ხრივ უშედეგოა. მე სანქციების სპეციალისტი არ ვარ და დეტალები არ ვიცი ამ თემების, თუმცა რა თქმა უნდა შემსრულებლებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საქართველოში 2000 კი არა 2 ადამიანიც არ წვეთს არაფერს. უფრო მცირე რაოდენობა ვინც რამეს წვეთს. აქედან გამომდინარე, კი, მნიშვნელოვანია შემსრულებლებზე ეს გავხსენდეს, იმიტომ რომ შენ თუ შეგნებულად ქვეყანას ღალატობ, შესაბამისად ბრძანა უნდა იყოს იმისთვისაც, რომ შესაბამისი სანქცია მიიღო. კი ბატონო, დიდი მადლობა ზურაბ ბატიაშვილს, ჩვენ საუბრობდით ღაზაში დასრულებულ ომზე და ტრამპის მცდელობაზე კიდევ სხვა ომი დაასრულოს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. საქართველოს კი აღარ არის არც ერთი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე. ეს არის რეალობა ივანიშვილის რეჟიმმა. ეს რეალობა დაუყენა ამ ქვეყანას.